მნიშვნელოვანი არის ქირონი, როდესაც კუთხურ სახლში, მეშვიდე სახლში ხვდება და სასწორში როცა ხვდება, ეს არის ტკივილი ურთიერთობების სიყვარულის ზონაში, მაგალითად. ხშირად ეს არის რამდენიმე ქმარი, ბევრი პარტნიორები, არ აქვს მნიშვნელობა სასიყვარულო პარტნიორი იქნება თუ სამსახურებრივი პარტნიორები, მაგალითად. ან ძალიან ბევრი სხვადასხვა ხალხი შემოდის ამ ადამიანის ცხოვრებაში, მაგალითად, ხომ? ძალიან სხვადასხვა კატეგორიის შეიძლება აბსოლუტურად რო არ აი ხათ გინახათ მეგობრები რო ყავს ადამიანს და ერთმანეთთან საერთოდ კავშირში რო არ არის ესეთი წრე ყავს მაგალითად დაახლოებით ესე მუშაობს ქირონი მეშვიდე სახლში რომ მის ცხოვრებაში მოდიან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები და აქ შეიძლება კონდეს ადამიანს აი ასევე გაურკვევლობა რომ აი ისიც მომწონს, ესეც მომწონს, ისიც მაინტერესებს, ესეც მაინტერესებს, რომელი ავირჩიო, აღარ ვიცი, ხო? აი ეს კომბინაცია არის, ესე ვლინდება ხოლმე აქ და ამავე დროს ეს არის პარტნიორობაშიც ტკივილი, სასწორში როცა ხვდება, პირად ურთიერთობაში ჭრილობები, მაგალითად და აი ხშირად არიან ხოლმე პირად ურთიერთობებში რო ეხმარებიან ადამიანებს მაგალითად ან დიპლომატიურ სფეროში არიან ან სადღაც ვიღაცების შერიგება უნდათ ან სადღაც აი ესეთი დიპლომატიური შემრიგებლური პოზიცია უჭირავთ ცხოვრებაში, იმიტომ რომ აქ არის ჰარმონიისკენ მიდრეკილება და თითქოს ტრამვა არის, რომ რაღაც ურთიერთგაგება, როცა არ არის, მათთვის ეს საკმაოდ მტკივნეული და ესეთი ჭრილობა, რო ცხოვრობს მათში, ამ შემთხვევაში აი ესეთი კომბინაცია არის.